არის ნამდვილად მარტივი ბრძოლა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მან ედმონ ბაღდასარიანთან Okay, ladies and gentlemen, we are continue. And IFC presents you next bout. 3 rounds pro MMA featherweight contest. Welcome to the ring from Moldova, Mikhail the Gladiator Katerau. Yeah, you go make Vasily. Axel, you stop. He doesn't know. Welcome to the ring, fighter from Georgia, Narek the Serious Vardanian. Introducing to your first fighting out of the blue corner. He's 20 years old, standing 175 centimeters tall, weighing 65.6 kilograms. His professional record, 1 victory and 1 defeat. Ladies and gentlemen, he's kickboxing Moldova champion and champion of Romania, representing Samurai Fight Club, Chisinau, Moldova. Here is Mikhail the Gladiator Katerau.
And his opponent fighting under the red corner. He's 24 years old. He stands 174 centimeters tall, weighing 65.6 kilograms. His professional record, 1 victory and 1 loss. Ladies and gentlemen, representing Akhaltsikaya, Georgia, Narek, the serious Fortania. And your referee judge, Michael Fachter. წავიდა ნარეკ, წავიდა. Wait there. Wait there. You ready? You ready? Let's go. დავიწყეთ პირველი რაუნდი. ყურადღებით უნდა იყოს ნარეკ ვარდანიანი. აწი ხელები. აი ესე. არ უნდა იჩქაროს. მოლდოველი საკმაოდ კარგია გომში. ბაზა კიკბოქსი. აცდის არა უშავს არ არის საჩქარო არაფერი იცვლება დარტყმები მაგრამ მოლდოველს და აქტიურია Watch your finger please. ცენტრი უკავია პრესინგით კარგი იყო ეხლა უნდა გააგრძელოს უნდა მიაყოლოს ვარდანიანმა უნდა მიაყოლოს აუცილებლად არ უნდა აცადოს მეორე ნომრად არ უნდა აცადოს ნელ-ნელა ალბათ მოუმატებს ვარდანიანი ნელ-ნელა და ფიქრობ რომ ჭიდაობაზე უნდა გადავიდეს აუცილებლად შეიძლება უკვე ნელ-ნელა შეიძლება გადაყვანა Stop. შეიძლება გადაყვანა Go there. Hey, coach. You have time. Take your time. You have time. No rush. Coach, please. You good? Please watch it, okay? Fight. გაგზელდა ბრძოლა კარგი მოარტყა ვარდანიანმა კარგი მოარტყა გამოცოცხლდეს ცოტა უნდა გამოცოცხლდეს აი აქ არ უნდა დააცადოს უნდა დააპრესინგოს აუცილებლად და მისი გადაყვანა შესაძლებელი იქნება უნდა დააპრესინგოს არ უნდა აცადოს დგომში მუშაობა აი თავად უნდა იჭიდაოს, თვითონ უნდა იჭიდაოს, აქ შეიძლება გადაყვანა და გადაიყვანს აქ. არა დაიცვა, არ შეეცადა უბრალოდ აი აქ ვთილებს ნარეკის გადაყვანას. დიდი ალბათობით გადაიყვანს, ეხლა უნდა გააკონტროლოს, აუცილებლად კონტროლი. აბა რა. აი აქ შეიძლება კისრის აღება, აქ ძალიან კარგი პოზიცია აქვს და უნდა გამოიყენოს ეს და დაახჩოს. პირველივე რაუნდში შეუძლია ნარეკ ვარდანიანს გამარჯვება. ნახავთ ახლა. აბა ჭკვიანურად ნარეკ, რაც თავარია, მუხლი, აბა რა, ესე გვერდში. ოჩაღ ნარეკს. საკმაოდ აქტიურია რა, მიშა? ორტუნდასტევარი მაინც მოლდოველს მიყავდა ბრძოლა, მაგრამ ეს უკვე ჩვენს ასიკეთით ხდება. აი ეს რაც აქ არის. კონტროლი. ნარეკი ხა შეეცდება, გააკეთებს ყველაფერს. აი აქ კისერს იღებს, კისრის აღებაც გააკეთა მოლდოველმა. ატარეულ მიხაილ. გააკეთა უბრალოდ. იკიჟე, საიდან გამოძრა? ძალიან მაგარი მომენტი იყო. სიმშვიდე. ეს არის მისი ერთ-ერთი მინუსი, მაგრამ ფეთქებადი ხასიათია. ჭიდაობა უნდა მიცეს უბრალოდ. მეტი უნდა იჭიდაოს, ჭიდაობას უნდა მიცეს მეტი ყურადღება.
აბა ცენტრი არ უნდა დაუთმოს. ბოს არ იყო. საკმაოდ ძოლა მიდის, გოლში მიდის ძოლა. აქ შეიძლება ერთი შესვლა. ერთი შესვლა შეიძლება. საუნდი რო წამოიღოს ფეხი. ვარდანიანმა მეორე მცდელობა. ოჩაღნარე. აი ეს არის საჭირო, მეტი აქტიურობა. აქტიურად წავიდა აქ კატარევ მიხაილი. არ არის მარტივი მართლაც. კარგი ბიჭია. კატარევ მიხაილის. კარგად მუშაობს საკმაოდ. ათი წამი არწაკ. გადაიყვანე. აბარა, აი ამაზე მაქვს საუბარი. Stop. Make a noise, Charger! საინტერესო პირველი რაუნდი ნახეთ ნამდვილად. Music plays. შეგახსენებთ რომ live stream-ის ხილვა შეგიძლიათ რამდენიმე ასე რომ ვთქვათ პლატფორმაზე შეგიძლიათ რომ პირდაპირ ეთერს თვალი მიადევნოთ როგორც IFC Georgia-ს Facebook გვერდზე ასევე live შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ Sport Miambe-ზე და კიდევ ერთი გვერდი სადაც შეგიძლიათ live თვალი მიადევნოთ Facebook სივრცეში ეს არის ვიაუდიო კიდევ ერთი Facebook გვერდი. მოკლედ გარდა ამისა უნდა ვთქვათ რომ Fight TV-ზე შეგიძლიათ აი ამ ბრძოლების ხილვა გერმანულ YouTube-ს. Seconds out. Hey. მეორე რაუნდი. Round 2. მეორე რაუნდი. You ready? ნახოთ. You ready? როგორ იქნება მეორე რაუნდი. პირველი ბრძოლა რომელიც არ დასრულდა პირველ რაუნდში. აი ასეთია. საინტერესო ამბავი ხდება. Fight. ნახოთ. გაგრძელება როგორი იქნება მეორე რაუნდის. ნარეკ ვარდანიანი, კატარევ მიხაილი. კარგი დაწესება იყო. აბარა ვარდანიანი, ბრავო ნარეკ, ძალიან კარგი იყო. უბრალოდ კისერს მე მარტივად აძლევს და ფხილად უნდა იყოს ამ მომენტში, მაგრამ აქედან ნაკლებს ავარაუდოა რომ რამე გააკეთოს კატარევ მიხაილმა. კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა და ჭიდაობა ნარეკისგან საჭირო. ის რაც აქვს უპირატესობა უნდა გამოიყენოს. ჭიდაობა ეს კარგი იყო, ეს ტეიქდაუნი, მეორე ტეიქდაუნი. დაპირისპირებაში ნარეკ ვარდანიანისგან. ბრძოლას ნელ-ნელა წაიყვას ნარეკის ბრძოლას აუცილებლად. აი ესე, ნელ-ნელა, აი ესე ნელ-ნელა. ნელ-ნელა უნდა იმუშაო, კისერი უნდა იყო. კისერი უნდა იყო ნარეკ, ჩაკეტი არ გაუშვა, მოუვარე უტრიდან. აი ესე, ყოჩა კარგად იმუშაო. აი ეგრე, კარგად. კუთხე გვერდით არის ახლა და კონტროლი მჭირდება. Hey, no elbows, okay? კონტროლი მჭირდება, იდაპი არ დაარტყა. აი ესე, ვერ გაგიქცევა. შენ ვერ გაგიქცევა. ეხი გაუთი შენელა. საინტერესოა გერგერობით. აი ეს კარგი პოზიციაა უკვე. აი ესე, ეხლა უნდა დაამთავროს. მშვენიერია და უნდა გამოიყენოს ეს შანსი. უნდა დაამთავროს. ნარეკ უნდა დაამთავროს. კარგი პოზიცია უნდა მიიღოს და მე მგონი ახერხებს კი ამას. არ მიცეს ეტკაზე საშუალო. მეტი დარტყმა იმუშავე ნარეკ, იმუშავე, ძლიერი დარტყმები, ძლიერი. აი ეგრე, ძლიერი დარტყმები. არ უნდა გაიქცეს, კონტროლია საჭირო, კონტროლია ისო, ხილად. ეს პოზიცია უკეთესია. ეს პოზიცია უკეთესია. უნდა ცემოს ვარდანიანმა, უნდა ცემოს. არ არის საჭირო გაგუნდვა შეიძლება და გაგუნდავს. არა ცემს, არა. არ უნდა მიცეს საშუალება არაფრის. კატარევ მიხაილი ძალიან ცუდ დღეშია, კატარევ მიხაილი ძალიან ცუდ დღეშია. უნდა გააგრძელოს 2 წუთი და 50 წამი, კიდევ უფრო დიდი დროა დარჩენილი. უნდა იმუშაოს, უნდა გააგრძელოს მუშაობა.
აი ეგრე, უნდა გააგრძელოს მუშაობა, უნდა გააგრძელოს მუშაობა. უნდა გააგრძელოს მუშაობა. ის ვენოს და უნდა გააგრძელოს მუშაობა. აღარ მიეცემა. ამ რაუნდში აღარ მიეცემა უკეთესი ვარიანტი, უკეთესი შანსი უნდა გამოიყვანოს. აფარებინე ხელები. აი ესე, აფარებინე ხელები. აფარებინე ხელები. იმუშავე ბოლომდე ნარეკ. ხილად არ აი გააჩერებს საჯი, გააჩერებს საჯი, იმუშავე ნარეკ, გაგაჩერებს, იმუშავე, აი ესე იმუშავე და გაგაჩერებს. აუცილებლად გააჩერებს, აუცილებლად გამოვიდა. კი, მაგრამ არ უნდა გაჩერდეს, მეტი დარტყმა. 2 წუთში მე მგონი თუ ეს პოზიცია 2 წუთის განმავლობაში შეიძლება შანსი არაა რომ არ გაჩერდეს. აბარა ესე ნახე აქტიურად ლაღარ. ხილად ნარეკ, ხილად. აქ კიდე უნდა გადაიყვანოს. რა თქმა უნდა ძალიან შენი. ეხლა ხელი უნდა ამუშაოს. მარცხენა ხელი, აი ესე კიდე უნდა სცემოს. რაც შეიძლება ბევრი მუშაობა. გაუთიშოს უნდა ხელი. აი ესე მუხლით უნდა გაუთიშოს. აი ეს დაიღალა მოლდოველი და აღარ უნდა აცადოს, უნდა სცემოს. აბა მიდი ნარეკ შეგიძლია გამოიყენო და აღარ მიხვიდე მესამე რაუნდამდე. თუმცა მიშა ეს რაუნდი ისეთი უპირატესობით მოიგო. კი, აი შეიძლება გაჩერება, შეიძლება. აი აქ შეიძლება გაჩერება, შეიძლება. გააჩერებს, უნდა იმუშაოს. ოდის ვიხდი ემოციებში ვარ. მიშას მოსწავლეა ნარეკ ვარდანიანი და შესაბამისად კიდე უფრო ემოციურად ხვდება ამ მომენტს. აბა ვნახოთ ნარეკი. აი ესე რა თქმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. მიდი ნარეკ, მე მგონი აი ჩერდება, როცა ვეხელი ემზადება, გასაჩერებლად ჩერდება. მაშინ აჩერებს დარტყმების სერიას. მესამე რაუნდამდე მაინც მივიდა. მიშა ესე მე მგონი რომ არ მივალთ ახლა მოუმატებს და აი ცოტა დრო რჩება მიშა და მაგით ოგემები. არა ეხლა აქტიურობს ბოლო 10 წამში შეიძლება ბოლო 5 წამში თავარი ძლიერი და მაგრამ აი ახლა უკვე ისეთი პოზიციაა რომ ნაკლებს ავარაუდოა ეს მოხდეს. ხილად აქ. აბარა მეორე რაუნდი დამთავრებულია. მეორე რაუნდი რომელიც მოიგო ნარეკ ვარდანიანმა თამამად შეიძლება ამის თქმა. Here. Hey. Come in right here. Come in right. Victor, come. Blue corner, elbow. Let him see the elbow. Help and the elbow. უნდა აღინიშნოს რომ ყველა ბრძოლა რომელიც აი ამ დაპირისპირებამდე გაიმართა დასრულდა პირველივე რაუნდში მართლა ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრებია. თუმცა აი ამ ბრძოლამ შეიძლება ითქვას რომ მაინც იმედები გაამართლა. შედარებით უფრო დაძაბული, შედარებით უფრო საინტერესო. რა თქმა უნდა წინა ბრძოლები ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ წინა ბრძოლები იყო ამავდროულად სანახაობრივი და ესე ერთი დარტყმა, ერთი ეპიზოდი წყვეტდა ყველაფერს. აი აქ უკვე 2 რაუნდი გახდა საჭირო იმისთვის რომ ნარეკ ვარდანიანს მესამე რაუნდი ხო, მეორე რაუნდი მინიმუმ აქეთ რა იყო მეორე რაუნდი, მაინც საბოლოო ჯამში წინა ვართ. მესამე რაუნდი იქნება გადამწყვეტი. Second round. ყველა ძალა უნდა იპოვოს ახლა მესამე რაუნდში და ნარეკ Round 3. არიან, ვეღარ მოძრაობს. უნდა გამოიყენოს მე ეს შანსი ნარეკმა. უნდა გამოიყენოს, ეგრევე უნდა გადაიყვანოს, მე ისე ვფიქრობ. არ უნდა აცადოს. ჭიდაობა არის ის მოლდოველმა, დონეზე ნარეკმა. აი ხა ეს უნდა გამოიყენოს, მე არ არის საჭირო საერთოდ დგომში წეღან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქონდა კონტროლი და აბა არ არის საჭირო დამთავრებაზე ფიქრი. შეიძლება უნდა იყოს. აი ჯობია ჭიდაობა, ჯობს ნამდვილად ჭიდაობა. ვარდანიანის დაღლილია ასევე კატარეუ მიხაილიც.
სწორია, თავი არა იყოს, არა. ისეთ პოზიციაში რომ აქედან თავს ვერ აიღებს და ვარდანიანმაც ცოტა უფრო თავისუფლად, ცოტა უფრო აქტიურად უნდა იმოძრაოს პარტერში. საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს ნარეკს. თავარია რომ დარტყმებით შეასრულოს იმისთვის რომ საჯმა არ წამოაყენოს. No. პასიურობისთვის. აი ესე ნარეკ წარად შვიდად კონტროლი კონდეს. ყველაზე მთავარი ახლა ეს არის რომ კონტროლი არ დაკარგოს. დანარჩენი მე მგონი ყველაფერი გამოვა. კი, რა თავარია მიყავს უკვე მესამე რაუნდში ბრძოლა. საკმაოდ გამძლე ბიჭი გამოდგა. კატარინო მიხაილი. ნარეკი საკმაოდ კარგ ფორმაშია, არ გაუშვებს, არ აყენებს. Watch the back of the head. Shows საკმაოდ კარგად. ხდება. სულუკად ცოტა მძიმეთაც, მაგრამ ხდება მოლდოვის. Hey guys, fight, not talk. ორი წუთი 20 წამი ბრძოლის დასრულებამდე ნარეკ ვარდანიანი ჯერჯერობით სტილობს და კი. არჩუნებს ასე რომ ვთქვათ ამ უპირატესობას. მეორე რაუნდიდან მოყოლებული რო თქვათ საკმაოდ ბევრი დარტყმა გაატარა მოლდოვერმა. ჯერჯერობით წუთნახევარი რჩება და არ ღირს ნამდვილად აჩქარება ვარდანიანისგან, იმიტომ რომ კარგად მიხავს მიშა ეს ჭუბი და არ არის საჭირო რაიმე პირდაპირ ვიტყვი სულელური შეცდომის დაშვება, რაღაცის მოფიქრება და მოგონება. მიყვანილია უკვე საქმე ბოლომდე, თუ რამე არ მოიგონა, საქმე არის ბოლომდე მიყვანილი, შანსი არ აქვს უბრალოდ. კატარინოს არც აქვს იმის ძალა, რომ წამოდგომა შეძლოს. არც აქვს ცდელობა, უბრალოდ უნდა იდგეს ნარეკა, ესე ნელა წყნარად ლამაზად უნდა იმუშაოს. თან ლაპარაკობენ ერთმანეთს დასეუნებიან საინტერესოა. მიდიო ალბათ ეუნება დამამთავრეო და აი ხა კისერი უნდა იყოს. მიდინარი. არა. არ უნდა აყვე. ამე მიღარჩება და ეს ბრძოლა მოგებული აქვს. აუცილებლად შეგვიძლია ვთქვა ნარეკ ვარდანიანს ოღონდ. არაფერი არ მოიგონოს. ხო, ეს არის შეიძლება აიყოლიოს, არ უნდა აყვეს. გამოიწევს მაქსიმალურად კატარინო მიხაილი ახლა ნარეკ ვარდანიანს. შესაბამისად ვარდანიანმა უნდა შეინარჩუნოს აი ეს პოზიცია. აი ხილად. კი, შენარჩუნებულია. კატარინო მიხაილი დიდა კარგი იყო. ყოჩაღ ნარეკ ჩვენიერი დარტყმა. აქას მოარტყა ყოჩა. ძალიან ცოტა დრო. ხო, გაიყვანოს დრო. არა, ეხლა უნდა გაიყვანოს დრო. გაცადოს იმოძრაოს მოლდოველმა. არ უნდა აყვეს ხელებში, არ უნდა აყვეს 2 წამია დარჩენილი. Okay. საჯების გადაწყვეტილებით ვიჩქარებდა ნარეკ ვარდანიანი იქნება გამარჯვებული. It's time. ჩვენიერი დაპირისპირება გამოვიდა. პირველი ჭუბი, რომელიც 3 რაუნდს გაგრძელდა. ეს იყო რიგი. მოლდოვის ძალა შეჭა როგორი სალტო შეგოხტავაზა. ძალიან კარგი სალტო კი იყო, მაგრამ Marco.
Which color? Which color? Yeah. დაველოდოთ საჯების გადაწყვეტილებას. ალექსანდრ ზაგორსკი მიემართება რინგისკენ. Yeah, blood. All the blood. Somewhere here. Okay. Fighter, come please. Come to me. I take this a little bit on the side. I take your hand. Okay. Ladies and gentlemen, after the end of action, your winner by unanimous decision, Narek the Serious Vardanyan, Georgia. And your applause, his opponent, Michal Katerov. ერთადერთი ოქტავიან პროზოროვში არის ჯერჯერობით აი ამ სააგენტოდან რომელსაც მოახერხა გამარჯვება. ნარეკ ვარდანიანი ხდება ბრძოლის გამარჯვებული. მადლობა კაკში მოხდრისთვის. მაგარი ჭუბი გამოვიდა, ყველა ვარიანტი შეიძლება ამის. მას 3 რაუნდი აქეთ ჭუბი არ გაგრძელებულა მიშა და შესაბამისად ამ ყველაფერმა გაამართლა. ნარეკს როგორც ჩანს რაღაცის თმასურს მოусმინოთ. პირველ რიგში მოგესალმები ყველას. მადლობას გიხდით აქ ბრძანებისთვის. რაც ყველაზე მთავარია ჩვენს ცხოვრებაში. ყოველთვის ყველაფრისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ უფალს. მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა, ეს გავიმარჯვე. მე მინდა გავხდე ჩემპიონი ამ ორგანიზაციაში და ვოცნებობ მაგაზე. და ეს ჩვენი ბიჭი მიშლიდა ხელს. აწი წავახცენ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გოჩას მოიანს, რომ ეს შანსი მომცა, რომ აქ გავანახო ჩემ ხალხს, რა შემიძლია. და ჩემ ტრენერს მიშამეს მადლობა სენს, მიყვარხარ, ჩემ გულში ხარ, იცოდე. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ ჩემთვის. სულ ყოველ წამს რომ ჩემს გვერდზე ხარ და მეხმარები ყველაფერში. მიყვარხარ სენს, მადლობა ყველაფრისთვის. და მადლობა ჩემს ბაკაცებს, ვინ ჩამოვიდა ერევნიდან, ფათუმიდან, ახალციხიდან. მადლობა ჩემ გუნდს, მე-13 ლეგიონს. გენათვალეთ ბიჭებო, მგელები ხარ. მიყვარხართ ყველანი. ხალხო, მიყვარხართ, მადლობა. მადლობა. Narek Vardanyan.